დასავლეთს აყავს უპრეცედენტოდ პრინციპული მაგარი ძალიან ძლიერი ლიდერები. ეგ ხალხი ევროპა იღვიძებს. დეგოლი ხო იყო ეგეთი ევროპის რა დეგოლი, კაცო, ნაპოლეონი. აგერი ხა ევროპა იღვიძებს. იმეს ეჭვიგება, აი მაკრონი მაგალითად. ეგ თუ გვიშველისა ამას აი ვინც ეხლა მე არ არის და მე არ მოხდება ვინ შეეხო ხელით. ი მე ჩვენ ნაუხსას არ ხაღარ არის მე რო ჩამოდი ეს არის ვიზიტი ვიეტნამში ხო მე ანუ საფრანგეთის ეგეთი ვიდეო რო ის ცოლი ჩანს ეს არის ცოლი უთხოვს სახეში მაკრონს ანუ კარი გაიღო არა როგორ ბატონებო და ქალბატონებო საფრანგეთის პრეზიდენტებულება საფრანგეთის ნაპოლეონის რეინკარნაცია საფრანგეთის პრეზიდენტი კარი იღება რა რაღაცა რა ხდება არა გვაქვს რა ახსნა რამე ახსნა მე დარწმუნებული ვარ იქნება მე დარწმუნებული ვარ რომ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს ყველაფერი კარგად კაცო ევროპა ისეთი ძლიერია ისეთი კიცე ღირსეული და თავდადებული ლიდერები ყავს მე ევროპის იმედზე დავდექი ამიტომ ეხლა თქვენ რა აბუხებთ აქ რა რაღაც ომის შიშებს ხალხში ამკვიდრებთ ეგრე არ არის რა თან ეს კი ისე კი არ მოხდა რომ აი სადაც ელისეის მინდვრებზე ვიღაცა პაპარაციმ გადაიღო რომ ამათი ოჯახური სცენა იყო არა აი ოფიციალურ ვიზიტი დაიწყო ვიეტნამში და საფრანგეთის პრეზიდენტი გამოაღეს კარი და საფრანგეთის რაღაც იქ ქვემოთ წითელი ხალიჩა არის ვიღაცები ესე იარაღით დგანან იქ ვიეტნამის ვიღაც ოფიციალური პირი დგას ელოდება ამ კვერცხს გაიგე და ეს კარი იღება ხაფსახში გაარტყეს და აი ეს მოტრიალ და პარიადოქში მოვიდა და ჩამოვიდა რა რა ერთი აი მე მოვძებნე მე მგონი ეძებ ისეთ ვარიანტ სადაც ჩანს რომ მე ჩამოდიან აი თქვენი ვერსიები მითხარით მანდ რა მე რას ვფიქრობ მან რა მოხდა ჩანს რა ვიცი რა უმეგი არა აი სახეში გაარტყეს რა ხომ არა აი რა ვერ დაასკვე აი რა მე გეტყვი აი კიდევ ერთხელ გავუშვათ რა ანუ ხალხი კარგი ვინც არის საფრანგეთის პრეზიდენტს ვიეტნამში ვიზიტისას აი კარები რო გაიღო თვითმფრინავის და აი ხალიჩა რო იყო გამზადებული და რომ და ჩამოსულიყო სახეში გლიჯა ცოლმა ბოდია გაუშვათ აი მოდი გავუშვათ ხმას კათი გაუთიშავ შეგვიძლია ისე დავაკომენტაროთ და თან უყო აი ეს კაი ხარისხით ყოფილა ხო კაი ხარისხი არის ნახე უყურე ყაპ ვაიც არა ჯერ არა აი მე რა გამარჯობა ანუ აი რატო უყურე ნახე ეს არ ვიცი აი ლიდერია რა არა უნდა ვაღიაროთ აი მეგობრებო ლიდერი კი არ არის თან აი ბიჭო კარი თან კი ახლა შეიძლება იზრაშენცები არიან სადღაც დახურულ კარს მიღმა ტრისას მაგის წარმოდგენას და საკეთება რა კარი იღება ბიჭო დამშვიდით რა ხდება მე თან აი რას აი ნახე ეს ცოლი არის 1.80 წლამდე რა ეს მაკრონი არის ჯერ ეგ რა ხდება მე ეს ცოლი ეხა არ ვიცი მე არ შევალ ძალიან ბებია მოიყვანა ბიჭო მე აი კითხვა რა არის იცი კაი ნუ დავაბრუნოთ აი მე კითხვა მაქვს რა ბიჭო კარგი მაკრონი ლიდერი არ არის ვინ არის ხო ვინ მართავს საფრანგეთს მაგრამ აი კარგი კიდე რა მესმის იცი აი დაუშვათ მესმის ეგეც ძალიან რთული მდგომარეობა მაგრამ აი ლოგიკურად ახსნადი მდგომარეობა რომ ვიღაცას აი ძალიან ლამაზი ცოლი ყავს და ეს ნუ აი რაღაცა ჩმორია და ამ ცოლის რაღაცა
თავბრუ დაახვია ამ ცოლს. კაპრიზების ატანა უწევს, იმიტომ რომ მაგით აბაზე არ არის ამ ცოლის გამო და ის ცოლი ნუ რაღაც სიყვარული ბრმა მიაწერე რაღაცა შეიკრა კომპოზიცია როგორ რა ხდება გესმის? სოფლიო ლიტერატურა იცნობს ეგეთ სიუჟეტებს. ვიღაც 80 წლის ქალია, გაიგეთ? ჯერ რატო ხავს ცოლა და არავინ არ იცის. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტი. ვიღაცა კი არის, ამის ფრანგულის მასწავლებელი იყო სკოლაში. ხო და ეგეთი პალაჟენია როგორ დაუმყარა. ხო და უყურე, ჯერ მე გეტყვი კაცო, მოდი ხა. გუშინ არ დავბადებულ ვარ და რაღაცეები გვესმის. საერთოდ შენი სკოლის ქართულის მასწავლებელი რომ მოიყვანო ცოლად, რომელიც შენზე 30 წლით არის უკვე. რა ხდება მანდა? მანდ სხვა ან ის უნდა იყოს ალბათ ძალიან დიდარი. აი სამი ლოგიკური ახსნა, რომ ის ალბათ ძალიან დიდარია და ალფონსი ხარ, ანუ რაღაც მერკანტილური ინტერესი გაქვს. და ელოდები დროზე მოკვდა. ან არ ვიცი, აი ტროაში როა, ხო იცი იმის ელენეს რო ესროლა აფროდიტამ, ეგრე ის არის მოხვდა და კუპიდონი. რაღაც ღმერთების ზებუნებრივი ძალებით შეგიყვარდა. არა მგონია. კაი მეორე ახსნა, მითოლოგიური ახსნა მოუძებნოთ და მესამე ახსნა არსებობს, რომ ძალიან იზრა შენეცი პერვერტი ვიღაცა საქონელი. სხვა ლოგიკური ახსნა. მე მგონი აი მითოლოგიური ახსნა. კუპიდონის ის არის მოხდა, ხო? ან ალფონსი ხარ, ან კუპიდონის ის არის მოხდა, ან რაღაც სტრაშნი იზრა შენეცი. მოდი ასე რა. მე ფსონს უფრო დავდებ მესამე ვარიანტისკენ. ნუ ეხა საფრანგეთი არა, ევროპა და ნუ გასაგებია რაც ხდება ბოლო-ბოლო. ბიჭო, აი კაი არ არის თვათ დალაგებული. მე ხა უნდა წავიდე შემდეგი დონის ასე თქვათ ანალიზი. ასაკობრივად რო თქვათ, მაკრონი არის დაბადებული 77 წელს, ანუ არის 48 წლის ხდება წელს, ხო? და ის ქალი არის დაბადებული 53 წელს. ანუ 24 წლით დიდია, 72 წლის არის თუ 73 წლის არის ეხლა? კიდე ერთი ვერსია გითხრათ, რომელიც ასევე ჟღერდება. იჩხუბეს ბიჭებმა რა მოხდა მე ახლა. მამაკაცებს შორის ანუ ერთ-ერთი ესეთი კონსპიროლოგიური თეორია, რომ ეგ ქალი არ არის ქალი. ხო, აი ეს გამოიყურება ეგ ქალი, აი გახსენით ეს ფოტოები, აი ეს გამოიყურება რა ეს ქალი რა. ანუ ასაკოვანი ქალია, გაიგეთ და დადის ხმა, რომ ეს ქალი არის აი ეს კაცი. ეს ეგეთი თეორია არსებობს. ანუ ზვერებია. ანუ რუსი კუციერი ზვერებია. ანუ რა ვიცი, არ ვიცი არ არის. ვიზუალურად ვანან ერთმანი. გავს რა. აი მე მოდი ახლა კონსპიროლოგიურ თეორიას შევიტან რა. ბიჭო, ანუ ამ სცენით მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ ახლა ეს ისეთ საცუდაობა, რომ საფრანგეთს ეს ვერ მართავს, ხო? აი მე მგონი მართავს. არა, მე მგონი ეგეთი ანუ ვიღაცა აი ხო არ ეგეთი შეთქმულების თეორია არის, რომ სადღაც კულისებს უკან რაღაცა რეპტილოიდები, ილუმინატები, მასონები, რაღაცა ტიპები გლობალური ომის რომლებიც აი ესე თითებიდან ესე ძაფები არის და ეს მაკრონს ესე ათამაშები. უბრალოდ პრობლემა რა არის, იცი, აი ამ კადრით ეგენიც ქლიავები გამოდიან, იმიტომ რომ აი რა ის რო რანაირად ვერ დაალაგე, რომ აი ტიპი თამაშობს საფრანგეთის პრეზიდენტის როლს. და შენ ხარ ესეთი მასტერმაინდი კულისების უკნიდან ყველაფერს აკონტროლებთ. აი ცხოვა პირდაპირ ეთერში გლიჯა და ან რაღაცა 80 წლის ცოლი რა. აი მთელი უბედურება და აი რაღაცა ცოტა ისე გააკეთეთ რა, რომ დამაჯერებელი იყოს, ეს რა არის? ბირთვული სახელმწიფოა, ბიჭო, აი მოდი, კაი, აი ყველაფერს თავი დავანებოთ, დედანატირები. საფრანგეთი არის ბირთვული სახელმწიფო. აი ამ კუკოლს ექვემდებარება წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია ტრაიდენტის, მე მგონი, თუ არ მეშლება კლასი, თუ მეშლება ბოდიში კლასის რაკეტებით
რომელზეც არის ბირთვული ქობინები. ანუ ამას ცოტა ცოლმა კარგად რო აარტყას ღამე, შეიძლება ტიპს უთხრას, რომ რაღაც დააბომბინოს, არ ვიცი, აი ну რავი ხა აქიდან გამომდინარე აი ამ სიმიდან გამომდინარე მე სხვა შეკითხვას დავ მე ამ ტიპის ხელში არის ბირთვული არაღი მე მინდა რომ ეგ ხალხმა გააცნობიეროს ეგ არ არის უბრალოდ ეგრე გასატარებელი ფაქტი აი ამას ეს რო იყოს რა არ ვიცი რაღაცა ყველა ქვეყანასთან დიდი პატივისცემით აი რაღაცა სენეგალის, ჩადის ან ბურკინა ფასოს ლიდერი რო იყოს რავი აი ყველას ფეხზე ეკიდებოდა დიდის პატივისცემით მაგრამ ბიჭო დედა ნატირები ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი არის. მე დაგამშვიდებ. აი ეს კადრები სხვა რაღაცას გვეუბნება, სხვა რაღაცა დასკვნის გაკეთების საფუძველს. ბირთვული იარაღის გამო. რა და ამათ არავისი დაბომბვა არ შეუძლიათ, არა. ეგ ამას რა შეუძლია? ხო ამაღალ სიტყვას ვერ ეტყვის სახეში რო ააწნოს ის მაგის მერე. აი სავარაუდოდ ეგ რანაირად დაღუპავს საფრანგეთს. შენ ხო ერთ-ერთი ვერსია მოიყვანე რომ აი ცოლი ცემს და რაღაცა შენ კაცი არა ხარ მაკრონ, ნუ პრინციპში სადაც არ არის და ეს მაკრონი როგორ არა ვარ და ბირთვულ იარაღს დააჭერს და საფრანგეთი გაქრება. ეგეთი რაღაცი არ მოხდა. მაკრონს ცემენ და მაკრონი მოდი რა კიდე უფრო მეტი აფრიკელი და ალჟირელი ჩამოვიყვანოთ საფრანგეთში. კიდე უფრო გავავსოთ საფრანგეთი არაფრანგებით. კიდე უფრო დავაჩმოროთ ფრანგები ოლიმპიურ ჩემპიონ იმაზე ცერემონიაზე მოდი რაღაც ტრანსგენდერული რაღაცა კრეხელური კვერცხობა პერფორმანსი ჩავატაროთ მოდი ეკლესიები რო გვაქვს ჯვრები მოხსნათ რომ სხვა წამსის ადამიანებს რაღაცა უხერხული შეგრძნება არ დაეუფლოთ აი მაგას ეგრე დაღუპავს საფრანგეთს რასაც აკეთებს მე უბრალოდ რა შეკითხვა მიჩნდება იცი რა არის თვითონ ის სისტემა სახელმწიფოს სისტემა რომელიც აი ქვეყნის სათავეში აი ასეთ ხალხს აყენებს აი ეგ არის პრობლემა პრობლემა რა არის იცი ხო არის რაღაცა სისტემა რომელმაც წესით უნდა აირჩიოს საუკეთესო ჩვენთაგან ჩვენიდან საუკეთესო უნდა გამოირჩეს და იმას უნდა ჩაბარდეს. ხო ეს არის კარგი სისტემის კრიტერიუმი. შეიძლება რაღაც გამომრჩა და კარგი სისტემის კრიტერიუმები სხვა არის უკვე. მაგრამ მე როგორც ვიცი, კარგი სისტემას უნდა ჩაითვალოს, აი ყველაზე საუკეთესო ჩვენში ვინც არის, ის მოდის სათავეში, ხო? აქ რა ხდება? ეხლა ხვდები კაცო ეს ტრამპი რატო ამათ მიმართ ეგრე? ტრამპი ეხლა თლათ ასე ტიპი არ ჩანს ეხლა ტრამპი ყოველ შემთხვევაში ეხლა გარეგნულ ან მისი საქციელიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ ეხლა მელანია ტრამპმა ეხლა დონალდს რო ხელი გაარტყას მე მგონი ძალიან ცოტა არ ეგრევე ეთყობა კაცო ესეთი სცენაა ჯერ შეუძლებელია და მე სხვანაირად განვითარდება სხვანაირი ტიპია ტრამპიც და ის ცოლი სხვანაირი ყავს ეგრევე ეთყობა და ნუ დონალდ ტრამპს ეგრევე ეთყობა რომ სხვანაირი ტიპია დონალდ ტრამპს როგორც მინიმუმ ის ეთყობა რომ ქალები ევასება ხა რავი აქ ვაფშე ნიფაქტ ანუ ქალები ევასება 30 წლით მასზე უმცროსები და არა პირიქით ხო ხო და არა აქ დაჟე როგორ აიცი ის კი არა რომ თავის თავზე 30 წლით უფროსი ქალები ევასება აქ ვაფშე რა ევასება ბაკროპ ეგ ეს გაუგებარია ხო და